ოთხშაბათს ავღანეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის სისხლიან შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. შეთანხმება რეგიონის ძირითადი ძალების, მათ შორის საუდის არაბეთისა და კატარის მოწოდებების შემდეგ შედგა. ძალადობამ რეგიონში უფრო მეტად შექმნა დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან კვლავ გამოჩნდნენ დაჯგუფებები, მათ შორის ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა. ჩვენს მებრძოლებს მორალური პრინციპები გააჩნიათ. ჩვენი მოჯაჰედები სხვა სულისკვეთებით იბრძოდნენ. პაკისტანმა დაახლოებით დილის 4 საათზე შეუტია ავღანეთს. ჩვენმა მებრძოლებმა მათ შესაბამისი გამანადგურებელი პასუხი გასცეს. ჩვენი მეომრები თავს გაწირავენ და დაიცავენ სამშობლოს. პაკისტანი ავღანეთს შეიარაღებული დაჯგუფებების შეფარებაში ადანაშაულებს, რასაც თალიბანის მმართველები უარყოფენ. პაკისტანი ბოლო წლებში სხვადასხვა დაჯგუფებას ებრძვის. თავდასხმები განსაკუთრებით 2021 წლიდან გახშირდა, როდესაც თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ცეცხლი ავღანეთის მოთხოვნით მხოლოდ 48 საათით შეწყდა. სასაზღვრო გადასასვლელები ჯერ ისევ ჩაკეტილია. თავის მხრივ თალიბანის მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ზავი პაკისტანის დაჟინებული მოთხოვნით დაიდო. ოთხშაბათს პაკისტანმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ღამის ბრძოლებში ათობით ავღანელი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები დახოცეს. თალიბანის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ პაკისტანის ძალებმა მსუბუქი და მძიმე შეიარაღება გამოიყენეს სამხრეთ ყანდაჰარის პროვინციაში სპინბოლ დაგზე თავდასხმის დროს, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ მან არაპროვოცირებული თავდასხმები მოიგერია და რომ ბრძოლის დროს მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმოდა თავს.